იწყება ჩვენი მომდევნო დღეც და 9:00-ია რა ვდგევართ პაუზაზე. ანუ აქედან ქვევით რომ დავაწვევით პაუზა 9:00, მაგრამ ეხლა არ შეგვიძლია რომ დავიწყოთ. როგორც ვიცით, მინიმუმ 9 საათიანი პაუზა უნდა გავაკეთოთ ან 11-იანი. აი 9:01. ეხლა უკვე შემიძლია დავიწყო. მაგრამ ეხლა უბრალოდ სმენას გავხსნი, აქ დავინიშნავ ჩემს დროს ჩვეულებრივ და დავაყენეთ ჩაქუჩებზე. რადგან ყავას დასხმული გვაქვს. მანქანასაც მე უკვე შემოვარდყიწყე დავნახე. მოკლედ 6 წუთის გახდა რას ვდგევართ და ამიტომ ეხლა წავედით. ეს ზოლზე გვევით რომ გადავდიხარ დაზოლილია და ნახეთ როგორი ხმა აქვს. მაგარი. აი მეგობრებო, მოვედით თითქმის 2 კილომეტრი დაგვრჩა და ნახეთ ახლა აქედან რატო წამოვედი ამ გზებით და ავტობანით რატო არ წამოვედი. იმიტომ რომ იქითა გზაზე მაგალითად ახლა რომ მოვდივარ აგერ ხო? ესე ხო წამოვედი. ჩვეულებრივად რომ წავსულიყავი იმ გზისას ბევრი პარკინგები იყო, მაშინ ჩამოვიდოდი აქედან. და ოკეანე იქნებოდა მარჯვნივ. ახლა ოკეანე ჩვენს პირდაპირაა. და რატო წამოვედი ესე და რატო არ წამოვედი ესე. მანძილი თითქმის იგივე იყო. განსხვავებაა ნახეთ, იქიდან რომ მოდიხართ, სანამ იმამდე მივალთ, ახლა სადაც ჩვენ ახლა ჩავალთ აი პორტამდე. 2 წრე არის და ამ 2 წრემდე ზევიდან ავტობანიდან რომ ჩამოდის გზა, იქ დგას ხოლმე დილით ძალიან ხშირად პატრული. ამ დროს განსაკუთრებით 7-8-9 საათზე. რომ ბევრი ტრაილერები მოდიან და პატარა მანქანებიც მოდიან და ტრაილერებს აფერხებენ, ესე ვთქვათ, აჩერებენ, 3 მანქანას გაუშვებენ, მერე 3-ს გაუშვებენ და ნუ ძალიან დიდი არა, მაგრამ დაახლოებით 20-25 წუთი შეიძლება მოგიწიოს მან ყოფნა თუ მოყევი მაგ საცობში და ეს საცობი ხშირადაა ხოლმე. აი 10 გადმოსვლიდან მაგალითად 6-ჯერ, 7-ჯერ არის ხოლმე. და გუშინ ხარ ახლა ნამდვილი დრო დავკარგე 4 საათზე მეტი ეგერ უბრალოდ ველოდებოდი ზადანიას, მერე იმ პალეტების დატვირთვაზე კიდე რამდენი დრო წავიდა, ხო? და აგერ გამოჩნდა ჩვენი ოკეანიც და ჩვენი გემიც. ჩვენი გემია თუ არა არ ვიცი, მაგრამ ეგერ გავიდა ერთი. ვერ მიუსწარდა. ხო და იქ დგას ხოლმე პატრული და აფერხებს მოძრაობას. და იქ საცობი, ანუ იქ უნდა დამეკარგა ეხლა ცალკე დრო. პლუს მანამდე კიდე დაახლოებით 1-30 კილომეტრი თუ უკან იქით ხარეს, ხო? აი პორტი როგორ გამოიყურება ზემოდან. მანამდე კიდე ის რა ქვია, ხანდი ხშირად არის ხოლმე რომ წელიწადში რამდენიმეჯერ ამ გზას კეტავენ, პატარა მანქანებს იქით ხარეს უშვებენ სტრეჩნეს და იმ გზასაც ყოფენ და ორმაგი ხდება ეგ გზა და აქით ხარეს ის რა ქვია, აქეთ ამ ხარეს სადაც ჩვენ მოვდივართ, მარტო ტრაილერებს უშვებენ, რაღაც კონტროლივით არასდროს არ მოხოდრივად, მაგრამ ყოველ შემთხვევაში 1-20 კილომეტრი ალაგია ეს რაღაცეები და ის რა ქვია, ძალიან ნელი მოძრაობა ეს 20-30 დაჟე მეტი მე მგონი 40 რაღაცა კილომეტრია მოდიხარ ესე ნელ-ნელა რა და მანდაც დრო იკარგება. ეხლა აქეთ იმდენი დრო დამაკარგინეს გუშინ ამ 2 ადგილას რომ მაქსიმალურად აღარ მაწყობს, ეხლა ზედმეტი დრო ისხარჯვა. თუ არა და ეს დრო საკმარისია რომ ჩახვიდე ჩამოხვიდე, მაგრამ ეხლა უკვე ბევრი არის რა. ეხლა კიდევ გადაღება არ შეიძლება, მაგრამ მოდი ეხლა ამ ტელეფონს შავთავ რომ რაღაცებს გაჩვენოთ რა. მოკლედ აი ესენი არის მწვანეები, უნდა გავიაროთ ამ მწვანეებს სადმე. ჩვენ შემთხვევაში მოდი აქეთ გადმოვიდეთ, აჰა. ცოტა ვიწროა ხოლმე, ხა მე ფართე მომიწია კიდე, მაგრამ აქ ვიწროა ხოლმე, ანუ ესენი პირდაპირ აქ ალაგია და
ვიწროა ხოლმე, მაგრამ არაფერი აი დაჟე ვიღაცამ გაუსვა ეთყობა და ეს პლასმასებია რა, არაფერი ისეთი და. აი, ხა იმ კამერაზე გადავიდეთ, იმიტომ რომ აქ აღარ შეიძლება მოკლედ. და ეხა აქიდან იქით რომ მივდივართ, აქიდან იქით არაფერი არ არის ისეთი. უბრალოდ პირველად პასპორტს მივაწვდით, რომ ბეჭედი დაგვიწყა, რომ გასვლა დაგვიფიქსირდეს და მე ბილეთს მოგცემენ. ხანდახან არის ხოლმე, რომ აქიდან იქითაც პირდაპირ კონტროლზე შეყავხართ. და უკანა გზაზე ეხა რომ ჩამოვედი, თითქმის ყველგან შემიყვანეს მე მგონი კონტროლზე და აქიდან იქით ნახოთ, აბა რას იზამენ. აი ეს ტიპები აქ როდგანან თუ ნახეთ, გეუბნებიან სად და როგორ რა. აი ხა ეგერ პირველი კონტროლი არის ეს მოკლედ. პასპორტს მივაწვდით. ამას არაფერს არ გეკითხება, ვითომ პოლიცია აწერია, არაფერს არ გეკითხება, ეს საერთოდ უბრალოდ პასპორტში ბეჭდ ჩაგვირთყავენ და მორჩა. აი ეს თუ გავიარეთ, ამის შემდეგ რო არის შენობა. მერე უკვე არაფერი, მერე პროსტა ის არის. ბილეთს მოგცემენ და ეგ არის. როცა ADR-ი გვაქვს ხოლმე საშიშტვერთი, მაშინ ბილეთს იქ არ გვაძლევენ, ეხა სადაც ავიღებთ. მაშინ გვაძლევენ აი ამ შენობაში თუ არის რა. ანუ ამ შენობაში უნდა შემოვიდეთ. და იქ სტიკერებს და რაღაცებს მოგცემენ თუ არ გვაქვს, რომ პრინციპს დავაკრათ, რომ იმის აღსანიშნად რომელი კატეგორიის საშიშტვერთი მიგვაქვს. A few moments later. აი ამ შენობაში ორიანი რვა წერია, აქეთ დაკეტილებიც არიან, პრინციპში ორიანი ერთიანი აღია, მაგრამ ორიანი დაკეტილია. მოგეც არანაირი კონტროლი აქედან იქით არ გვიწევს და აქედან იქით არასდროს არ გვიწევს კონტროლი, აი იშვიათად რა. პრინციპში აქ სულ ვარ ორჯერ ნამყოფი წელიწადზე მეტი მარტო ამ სამსახურიდან სხვა იმ სამსახურიდან სხვა დავდიოდი ინგლისში. აქ არის საშინელი გზა როგორც ყველა პორტში. და მაქსიმუმი speed limit-ი ანუ სიჩქარე 20 მილია, ანუ 36 და აქ ეხა მივდივარ 27 და 36 და აქ რო წახვიდე გადავარდები მანქანიდან. აი თუ ADR-ი გვაქვს, მაშინ აი ამ შენობაში მოვდივარ და ესენი ეხა ADR-ის მანქანები არიან. აქ რაც დგან, ან ესენი არიან ADR-ის მანქანები. უბრალოდ მივყევით აგერ ზევი დიდ მანქანები რაც არის ჩეკინი, პატარა მანქანების ზოლი იქით არის. და უკვე აქ რომ მოვალთ აგერ აწერია PO DFDS-ი ირიში. ჩვენ DFDS-ი გვინდა ამ შემთხვევაში ჩვენი გემი DFDS-ი. PO მარჯვენა მხარეა. ირიშია ეს მწვანეა რა და ამ კამერაში თუ ჩანს უბრალოდ არ ვიცი აქ ნავე ვერ ხედავ. ჩვენს ხაზს ავირჩევ და შევალთ საბუთებს მივაწვდით CMR და CMR-ში ჩაიხედება ეხა ეს გოგო, ამას აი საინტერესოდ უბრალოდ თვითი რამე მაქვს საშიშტვერთი ხო არ მაქვს, ან რა ვიცი, ალბათ წონას უყურებენ კიდე რომ გემი სად დააყენო. აი იმ გორებზე ზევიდან კლდეები რაც ამან გადმოსახედებებია. სავარაუდოდ კაი ხედი იქნება, აი მე გაჩვენებთ გუშინ მან დრო არ გავჩერებულიყავი, სადაც გავჩერდი. იმას ვიზავდი. მაგარი ადგილი მაქვს დამოღამებული, ერთი აი ესე მაგ გორაზე ვდგევარ, ღამე პარკინგზე და აქით ოკეანე მაქვს. და ლამაზი სახლი და რაღაცეები. Hello. Kale. Thank you. Bye. მოკლედ გავიარეთ ესეც, აი მოგწეს ბილეთი. 129 ამ შემთხვევაში, როდესაც 9 საათი და 10 წუთზე არის გასვლა, 129 არის ჩვენი ის რა ქვია. ეს ხაზი რომელიც უნდა ავერჩიოთ. აგერბებოდა ბაბუ ძველი პორშეთი. აი თუ ADR-ი გვაქვს თვითი, მაშინ ბილეთს აქ არ მოგცემენ, უნდა მოვიდეთ აქ. და ის არის ADR-ის მანქანები, რაც მან დაყენია ეს ავტობუსი, რატოა არ ვიცი რა აქ, მაგრამ ავტობუსი და მოტოციკლეტი ან ველოსიპედი თუ ვინმე გადმოდის, ეგენიც აქ მოდიან ხოლმე.
ეს არის ADR-ების პარკინგი, აი ყველას ADR-ია გახსნილი რო ნახოთ. ან გახსნიან ახლა უკვე. წესის გახსნილი უნდა ქონეთ. 129. აგერ აწერია რიგის ნომრები. ზევიდან თუ არა აგერაცა 43, 48. და მიუყვებით რა, მოკლედ ვეძებთ ამ 129-ს. აი 129 პირდაპირ აგერ აჩვენებს. თუ არა და გვერდზე უბრალოდ აგერ ზევით წარწერები აქვს ამათ და ხანდახან არის ხოლმე რომ რაღაცა მანქანა მოყვება რაღაცა მithumetes თუ არ იცი და შეიძლება აირედე, მაგრამ არა უშავს ბოლო-ბოლო მოტრიალდები და ესე ავარიულებით შემოხვალთ 1000-ში ერთხელ თუ დაგემართათ განსაკუთრებით თავიდან ეგეც არაფერი და აი კიტა ლინიაზე რო დავდი 203 დაიწყება აქ 129-დან 203-მდე ამ ასე თუ წავალ თუ ისე წავალ უკვე მაღალი ციფრები იქნება და მე უკვე მაგას ვიზახი რომ მოგიწევს ავარიულები წამოსვლათ 129 ჯერ ზევითაც აწერია აი მან ქვევითაც აწერია 129 აგერ არის ამის ზედავატი აი 129 კამერა და ეგეთი კამერო არ გავდოთ, ამიტომ ხილად ხანდახან არის ხოლმე სივიწროვე. აქ როგორც ესეთი ამაზე არ გვიწევს, მაგრამ სივიწროვეს მოკლედ არ უჩივით. რამე რო იყოს ყველგან გვაქვს, არ გვაკლია. აგერ ჩვენი გემი. 9 საათი და 10 წუთი, ანუ ეს გემი მოვა. ეს არის ევროპის დროით, ჩვენთან არის 1 საათი სხვაობა. აი ხა მოვა ეგ გემი და გადმოტვირთავე. დღეს რაღაც იცარიელია, აქეთობა ძალიან ბევრი ხალხი იყო. არა, არა, დღეს რა ვიცი. აი დაიწყეს გადმოსვლები მანქანებმა. მანქანები რა სახის მანქანებია? Mercedes-ები ესეთი 7-8 მანქანა მყავდა. ეს Volvo ასეთი მყავს, ოღონდ ესე წაწოტებული ფარით არა, ამის წინა ეს რესტაილინგია ჩათვალეთ. ეს ახალი დაფი, მაგრამ დაბალი და XF-ია, ანუ X-ში მყავდა, ოღონდ X-ი არის დიდი, ყველაზე დიდი კაბინა და ყველაზე რბილი კაბინა, ამასა ყველაზე რბილად ეს დადის სალონში როცა ზიხარ. Scania რამოდენიმე მყავდა და ავტომზიდები. ანუ 4-5 სკანიათი მივლია, ოღონდ ავტომზიდები. აი ეს Renault არ მყავს ნატარები ერთადერთი, ოღონდ ეს Renault იგივე Volvo არის. ყველაზე კაი მაინც Scania, მე რაღაც უყურებ. ეს ძალიან ძველი დაფია და ეს არ მყავს ნატარები, ამის შემდეგი დაფი, ანუ ფარები უკვე ცოტა სხვა აქვს და ეკი ბატონო მყავდა, ანუ აი ეს არის მაგის შემდეგი დაფი. ეს დაფი ცოტა უცნაურია, თავიდან რო დაждები ძველია, მაგრამ საკმაოდ საინტერესო და ისე კარგად დადის, ანუ თავიდან მაგრა შეიძლება არ მოგეწონოს, მაგრამ ნუ ის არის რა. ცუდი არ არის მოკლედ. აი ამ დაფზე საუბრობ. ახალი Volvo არ არის, არავის ყავთ ახალი Volvo. აი ეს დაფი არის, ეგ ყველაზე კაი სატარებლად ზღოლისთვის X-ში, მაგრამ ცუდი ისაა, რომ ეს არკები რომ აქვს, ამას და Scania-ს კარს რო გააღებ, ფეხაცმელს ვერდებ, ორი ფეხაცმელი პრაქტიკულად არ ეტევა და მოუხერხებელია ასასვლელად და ასევე ჩვერას ვყავდა იმას, აი ეს ხელის დასადები აქ თამხარეს არ აქვს და საშინელებაა, რა ვიცი. აი გოგოზის რულზე.
Mercedes-ი ყველაზე მარტივი სატარებელია რა. და ყველაზე თანამედროვე იყო მაშინ, მაგრამ ეხა უკვე ყველაფერი გამოუშვა. ესივე ყო ნატარები არ მყავს, თუმცა ამის წინამოდელი ვეკო, კი ბატონო. ხო, ჩვენ როგორც ჩანს ამ გემზე ავალთ ეხა და მე ჩემი რაღაცეები ავიღო, აბაზანაში შევიდე ჯობია. სად არის კიდე მანქანები, всё, სულ ეგ არის დო. მე მგონი მოჩა. რაო ჯიგარო. რამე გინდა გაჭამო? გაჭამო ჯიგარო. მოდი გაჭუპოს. მოდი გაჭუპოს, მოდი. ნახე იცი ეგრევე რომ დავაჭამო, აჰა. მოდი. იარო იახატო, აჰა. 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 არ დაიხშო ფრთხილად. აჰა. წადი მოვწე ხარნან არ გააბაზრო თორე სხვებიც მოვიდა. აი მოკლედ დავიძარით, ზევით მომითხრეს. წინაზე ხო ქოვიჩავედით, ეხლა ზევით მეორე სართულზე ავალთ. ანუ ეხლა მეხუთე სართულზე ვიქნებით, მესამეზე არ ვიქნებით. აი, აქ არის მაღაზიები და საფირფარაშო და კაფე და რაღაცეები. მწვანე ზოლი არის, სასიარულო ფეხი შეგიძლიათ იაროთ. აქ დღეს საკმაოდ ბევრი გავიარე და ახლობით 4 კილომეტრზე მეტი გავიარე, ერთხელ ბევრი ხანი გვიწევდა ლოდინი რა და მწვანე ზოლზე იარე და დაუსრულებელია თუ გინდა 7 წრე დაარტყი არავინ არ სარგებლობს. ესენი ამაში მოძრაობენ ეს და ეს ზევით ადის, ან ქვევი გააჩნიათ წყლის დონე როგორ ახანდიხან ეს წყალი აქ არ არის, ხანდიხან აქ ძალიან დაბალზეა ხოლმე 4 მეტრი, 3-4 მეტრი დაბალზეა ხოლმე წყალი. ეს მანქანა უკვე გადავიდა გემზე, ეს ჯერ არაა გემი, ეს არის გემი. გაი როგორ მაღალზეა ხა, ხედავთ ხა მანქანას წამოვწევ მაინც. სარკე არ გავდოთ ხოლმე, ნახეთ ეხა ამ დროს თოპ, ასე ვიზავდა აული გვერდს. ჩავაქრეთ და დავაყენეთ პარომზე. ანუ, ოკეი, ქვევით, ვოდ ავტომობილი, ოკეი, ქვევით და ნაჩალო პარომა. ველოდებით ის არის უკან და ოკეი. დავკეთეთ მანქანა, ავედით ზევით. ეხლა მანქანამ ძალიან ახლოს მომიყენა და მოდი სარკეს მოვკეცავ, რომ გავიდეს მაინც აი ესე მოვკეცოთ ჯობია სარკე. всё, ჩავეთ ეხლა. აი სახლი მანქანა, პატარა მანქანა. პატარა მანქანებში აღმოჩნდი დღეს მოკლედ. აი მოდი ესე გავალ გაჩვენებთ აქ რა ხდება.
სიმაღლე ალბათ 4 მეტრ ნახევარი იქნება. აი რამდენი პატარა მანქანა აყენე, ავტობუსი მოვიდა, ხა დროზე წავიდე, თორე ეს ხალხი რო გადმოლაგდება. ეს ხალხი რო გადმოლაგდება. Thank you. მე აქ რაღაცა ავატო. მე ხუთეზე ვარ, პრინციპში მოდი ფეხით ავიდნენ. Hello. ეს გამოვიდი ბოლოში, ხა ჩვენი სივრცე არ არის. ეს ამათი სივრცეა. ამ ბილეთს რო ყიდულობ სხვადასხვანაირად გიწევს. საპირფარეშები ყველგანა. აი ესეა მოკლედ აქ. იგივეა ოღონდ გემის ბოლო, ახლა მე გემის თავში გავა. თემს ადგილას ჯერ არავინ იჯდება, იმედია. ან აქ ვარ, ან აქ. ნებისმიერ ადგილას შეგიძლია დარჩეთ ქვევითაც. ქვევითაც ისინი. ეს სხვა გემია ეხა მაგალითად. Hello. Yeah, driver. Okay. აი მოდი საჭმელზე მე მოვალ ხა და გათვალიერებინებ. ეს სხვა გემია. აქ ესეთი მონიტორია. აქ ესეთი სკამებია. აქ მხოლოდ ერთი სამოსაწოლი ოთახია, სასასვენებლო. ამ კარებს რო დაკეტავ, აქ უკვე სიჩუმე უნდა იყოს, აქ არა ეს. აი აქ ხშირად ვძვები ხოლმე. ჩემი კუთხეა, მოკლედ ისე რომ ვთქვათ. ეხლა ეს გადაივსება ხალხი ამოვა საჭმელს მომორჩებიან მერე თუ იქით არ არის ადგილი საჭმელი სივრცე იქითაა მაგრამ თუ იქით არ არის ადგილი შეგიძლია აქაც დარზე და ჭამოთ არაა პრობლემა არავინ აქვს არ გეტყვით ხანდახან ძალიან ბევრია ხოლმე რა ყავა არის იქითაც უფასოდ აქაც არის უფასოდ ეს ოდნავ სხვა გემია და არის ამაზე კაი გემი კიდე აქ გახსნიან ცოტა ხანში აი სიამ მოკლედ აქეთ რა. აბაზანა ტუალეტებს. აი შეიძლება. აი დაკავებულია უფიცებია. აქ არა დაკავებული და აი სასხლე დეზინფექციას რას ხავენ კაფე მოხოლოდ მაგის მე რჩება. აი ესეთი ის არის რა მოკლედ. აი ყველგან დეზინფექცია გაკეთებული ჯერ არავინ შესულა და მოდი მე ჯერ ვიბანავებ ჯობია და ამ შემთხვევაში ჩვენ ძღოლების სივრციდან გვაქვს გასასვლელი აივანს აგერ ყავა ეს სივრცეა უფასო ჩაი შეგიძლია აიღოთ და ესენი უფასოა მოკლედ და წინა გემზე, სადაც ვიყავი, გემის მეორე მხარეში უნდა გავსულიყავი, რომ იმაში მოხვედრილიყავი. აქ რა ხდება, ვნახოთ. საკმაოდ მაღალია რაღაც, მაგრამ ვნახო, აი ეს გემი ჯობია ამას ბევრად. პეო. აი ხა აქ როგორაა მიპარკინგებული ნახეთ. აი ეს რაღაცეები ეს გემი რო დაეჯახოს ეს მოძრაობს იქით-აქით და სხვადასხვანაირები არის. აი ამ ხელა მასას უძლებს რა მოკლედ. თოკებით არის დაბმული მოკლედ და ეს სამაშველო თუ რამე
იმედი არას არ მოგიწევს გამოყენება, აგერ მოვიდა ძველი DFD-ს. წინა გემზე მანდ ვიყავი. ეხლა ეს სხვა არის. ის კიდე სხვა არის. არის კიდე უფრო დიდი გემები, უფრო მაგრები. მოკლედ აქ ესეთ სიტუაციაა რა. ეს გემის რამპაა ჩათვალე ხა წარმოვიმხელა მახინა უნდა დაატრიალოს ტიპმა იქ შემოვიდეს დაატრიალდეს და მოაყენოს აქ და ჩვენ ტრაილერს ვერ ვაყენებთ ზოგი მაგის გვეშინია არა ხალხო არაფერია გემსაც დააყენებს თვითმნავსაც დააყენებს და იმასაც შემოვიდა ერთი მანქანა მივიდე კი ახლა ეგერ აი იქიდან წამოვედი ეს ADR-ები არის რა ხან შიგნით არ დგანან და გარეთ დგანან ესენი ADR-ები არის ეხლა ეს მანქანა რო გალის აი ნახეთ ADR-ის ნაკია გვერდზე ის ნარინჯისფერი ტაბლო აი ხედავთ მესამე თუ რომელი კლასია მერვე კლასი ქვევითა შემიძლია ჩავიდე ეს მოსასვენებლებია და ნუ მოკლედ რა გემია რა აი შევედი ხა მე და ნახოთ აბა საჭმელი რა გვაქვს დღეს მოგეთი ძალიან გადავსებულია ყველაფერი რა მე მოდი დავждები აგერ ჩემთვის მარტო ესე გამოიყურება დღეს საჭმელი მაინც ყველაფერი ავიღეთ ხო რო გაჩვენოთ მაგრამ ეხა ესეთ რაღაცებს აღარ ვჭამ რა ამიტომ ეს უფრო ჯანსაღია იდეაში და ეს ვერცხით შეიძლება მაგრამ შემწვარი რო არ იყოს ნუ მოკლედ რა ვიცი ესეთი არის რა აბატონ ყავასაც ავიღებ ცოტა მე აბაზანის შემდეგ მოკლედ ვიბანავე და ძალიან ცხელი იყო საფრანგეთი მოჩანს, როგორც ინგლისის მოჩანს უკან ახლა კაცი არ ჩანს, ხან როცა მოცურავ, ინგლისის მოჩანს და საფრანგეთის. ეხლა აქ რა ხდება? არის ქვედა სართული. კაცდუტიფლია მოკლედ აქ ფულის გადახურვა ბანკომატ ყველაფერი არა მოკლედ ოღონდ ამ გემზე იმდენად არა რა ის მეორე ყველაზე დიდი გემი 9 საათიანი ის არის ძალიან მაგარი საკუთარი კაიუტაც გაქვს და ალბათ აქ არაფერია დაგეპილი ზემოთში მე შვიდე სართულზე ვარ ეხლა მერვე სართულზეა მაგრამ ეს სადაც ვიყავით რა
ეს ნანახი გაქვთ უკვე. ხა მე მინდა დასაჯდომი აგი. აქეთ ამათ სანძარე. მაგერ არის ჩემი ადგილი დავშტები ახლა. Wi-Fi არის უფასო მოკლედ რა. ეს მგზავრობა რაც არის უფასო, ეს დაუკავშირეთ და ბევრი ხანი უნდა ლოდინი, მაგრამ ის არის რა ქვია. ინტერნეტის გვაქვს. თუ ბევრი ხალხია ვეღარ იჭერს, მე აგერ მოვედი იმაში. Go. აი როგორ ჩვენთვის არის პარკინგები, ისე ხა ამათვის ეს ზონაში შემოდიან და ჩათვალე ხეს ამათი პარკინგია. ხვალე ყარას თამაშია სხვათა შორის. მოკლედ, აგერ დაიწყოს უკვე დაალაგება, ჩვენ მოვედით, გავჩერდით. ზოგი ჩავიდა. მოკლედ მე წავედი ხა, მაგრამ მე როგორც ვიცი, აქით ვიყავი. ხალხია, ხა ბევრი როდის ესენი ჩავლენდო.
მაგაცებში ბევრი არ არის. აქ თუ მანქანა ცოტა ისეთ რეაჩი გვიყენია, სადაც ის არის, რა ქვია, მალე უნდა გავიდეთ. ეხლა ესენი მალე გავლენ, აი კარი გაიღება, აი ეს კარი. და ჯობია რომ ტახო და ის უცებ შევცვალოთ, იმიტომ რომ ტახოს სიცოცხლე და ქვეყნის სიცოცხლე არ არის აქ ადგილი რა, გასაჩერებელი. და ამიტომ ვცდილობ ხოლმე რომ მაგალითად თუ ბოლოში აყენია, არა მაქვს პრობლემა. ეხლა ესენიც გაიხანი არ გავლენ, იმიტომ რომ ჯერ იქ დარიადები და იწყებს გამოსვლას, მერე მეორე, მერე ჩემი და მერე ესენი. ხოდა. ცურავი ბოტასები სხვათა შორის ძალიან ცურავს თუ სველი არის და განსაკუთრებით წმინდა ნამიჩ მანქანები რო შემოდიან, აქ ხო სველდება რა. ამიტომ ცოტა ფრთხილად. ეხლა კიდე ნიჩეო ადგილი ასაშფრულად, მაგრამ ხანდახან ამ ხელა ადგილია ხოლმე მეტი არაა და გვერდზე ტრაილერობდეს. მოკლედ ეხლა პირველ რიგში რასაც ვაკეთებ, აი ხმა ნიშნავს რომ კარი იღება. პირველ რიგში რასაც ვაკეთებთ, მე საფეხზე გავიხადო. ესე იგი პირველ რიგში რასაც ვაკეთებთ, მოდი უცებ პარომი დავკეტოთ, ქვევით ვადიდებ, ვოდ ავტომობილი, ქვევით და კანეც პარომ. შეგვიძლია თუ არა და რო დაძრავ მოხსნის ისედაც თვითონ და აღარ ექნება პარომი დამახსოვრებული უკან და ეხლა ბარემ შევუცვალოთ ქვეყანა. კანეც სტრანი UK. ზევით ნაჩალო სტრანი. მოვძებნოთ ფრანცია, ფასო, აგერბატონო და всё, მანქანა მზადაა წასასვლელად. ამასობაში მე შევავსებ აქ რომ ამ საათზე ჩამოვედი და ამ ჩემს ბარგებს რაღაცებს დავალაგებ და всё, წავალთ. აი მეგობრებო, წავიდნენ მანქანები, ჩვენი სარკე გავხსნათ, არ დაგვავიწყდეს. ჯერა მან გაიაროს. აჰა, ეხლა უკვე საფრთხე აღარ მოხდება. ეხლა ჩვენ სავალს მოკლედ. აი მეგობრებო, გადმოვედი და როგორც იტყვიან ხმელეთზე ვართო, ეგ არის ზუსტად. ეხლა ამას მე ესე დავწევისე მანქანას და всё, ამას შევინახო. აი წყლის დონე. სანამდე არის ხოლმე და ამაზე ქვევი დადის კიდე. всё, მოკლედ აი ესე წავალთ ეხლა და იქ შეიძლება კონტროლი იყოს კიდე პროსტა ცემერს ხოლმე და რაღაცას მეტი არაფერი. აგერ ესენი იქით მიმავალი ხალხია, ყველა ინგლისში მიმავალი ხალხი. ესენიც რა თქმა უნდა. აი ეს მოტოციკლეტებიც მანდ მიდიან, ველოსიპედებითაც მოდიან ტიპები. ველოსიპედით მოდიან დგანან ამრიგში და გადადიან ინგლისიდან, საფრანგეთიდან ინგლისში. რამდენჯერ მინახია. თუ შემხვდა ეხლა კადრი, მერე შემდეგში შეიძლება ჩავსვა, მაგრამ ალბათ ამას მალე დავამონტაჟებ, ნახოთ. საპირფარეშოები არის იქ შიგნითაც და ეს გარე საპირფარეშოებიც არის. საპირფარეშოს პრობლემა მოკლედ აქეთ არ არის არსად რა. ოღონდ ყველგან სისუფთავეს ვერ ნახავთ, ნამდვილად ვერ მოგატყუებთ. აი ამას ნახე რა მიაქვთ. ტრაქტორის კაბინები და აი იქ არის კონტროლი, პატრულირო დგას ეგ პოლიციელები. ნახოთ აბა. მოგრეთ აგერ გავდივართ მეგობრებო, აგერ მატარებელი მიდის ჩემს გვერდზე. რაღაცებს დაუდებენ ალბათ ამ გემს კიდე. და მატარებელიც გადის როგორც გითხარით, ოღონდ სხვა ადგილიდან, აქედან არა, სხვა ადგილიდან და ისა ეს რაღაცია. ვერა ჯიგარო, ვერა. საიდან მოხდა აქ თო? ჩვენი ოკეანე.
317 კილომეტრი. 317 კილომეტრს სავარაუდოდ ვერ გავივლი, იმიტომ რომ 350 შემიძლია გავიარო, მაგრამ ანტვერპენი მელოდება წინ, გენტი მელოდება თავის საცობებით და ასე რომ ვერ გავივლი. აი როცა მანქანა ხედავთ რომ გამოდის და იქ უკვე წყვეტილი ზოლია, ეგრევე გადავიდეთ აქით რომ იმან შეძლოს გამოსვლა, ის წინა მანქანა ვერ გადმოდის როგორც ჩანს ახლა. აი ეს ვერ გადმოდიოდა, არ იმას აქნეს, არ დაუთმეს როგორც ჩანს რა. აი, მოკლედ წავით ხა ბელგიაში, გავიაროთ ბელგია და მერე ჩავიდეთ დაცლას. დღეს უნდა ჩაუსროთ დაცლას, რომ დავიცალოთ